სხვა მისიებზე არ ვისაუბრებ, ჩემზე ვისაუბრებ ერაყიდან ჩამოსვლაზე და ვისაუბრებ ავღანეთიდან ჩამოსვლაზე. ერაყიდან როცა ჩამოვედით 2006 წელს თუ არ ვცდები, ხო 6-ში. ანუ წარმოგიდგენთ თბილისიდან სენაკში წავედით პირდაპირ. სადაც დავყავით 1 თვე. ანუ ისევ დანაყოფში. დანაყოფში, ოღონდ ეხლა ვფიქრობ, რომ ანუ რაღაცნაირად მინდოდა დამეკავშირებინა, რომ იყო ეს 1 თვე იმისთვის, რომ ჩვენ უბრალოდ დავკვირვებოდნენ, მაგრამ იმდენი სხვა, არ ვიცი, შეიძლება იყოს ზემო ეშელონში გადაწყვეტილი ესე, ან მითითება, თორე ჩვენ ხო მაშინ ცოტა ახალგაზრდა ვიყავით ამ გამოცდილებაში, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება იყოს ზემო ეშელონში ესეთ მითითება და მაგრამ ბაზაზე არ იყო არაფერი მსგავსი, რომ ჩვენ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენად ჩვეულებრივ რუტინაში დაგვაბრუნეს მოსაბეზრებელში, ვარჯიში, ანუ ჯარში ხა ჯარსკაცები მივხვდები, რაშიც დილით ვიღვიძებთ 6 საათზე დავდივართ, მე რაღაც კლასში გადავდივარ. ეს არ არის ის პირიქით. შეიძლება უფრო აქ მიიღო ის PTSD-ის რაღაც დაიზიანო ეს ტრამვები აქ მიიღო. ასე რომ მე არ მინდა რომ დავუკავშირო, თუმცა თუ ვწდები ძალიან კარგია, ხა მე მინდა რომ იყოს. დღეს რასაც ვუყურებ და რაც მე მინახავს მაგის შემდეგ ჯარისკაცები როცა ჩამოდიან, ჩვენ როცა ჩამოვედით ავღანეთიდან, იარაღით ჩავაბარეთ და პირდაპირ წავედით სახლში. მე მახსოვს ქუთაისში ჩავედი და ჩემს მეგობართან სახლში გადავედით პირდაპირ ფორმაც არ მქონდა გახსილი, გადავედი სუფრაზე. ანუ რისი თქმა მინდა რომ ქართველი ჯარისკაცი, როდესაც ბრუნდება მისიებიდან, დიდი შანსია რომ ხდებოდეს პირდაპირ სუფრაზე. ქართველი კაცი, ну ამას ხას იმიტომ ვუსვამ რომ ქართველი კაცი და ჩვენ კულტურაში არის რომ აღნიშნოთ რაღაც გადარჩენა, აღნიშნოთ რაღაც ის დიდის დასრულება, რაღაცა ახლის დაწყება და ამას აუცილებლად უკავშირებთ სუფრას, დასალევს რა მოყვება ეხა 9 თვე ვარ დაგლევია და რამდენი რაღაცა, ხო, ყანწები ალბათ. ბევრი იყო უკვე სტატისტიკურად ჩხუბები, კონფლიქტები დაბრუნების შემდეგ, ანუ იქ ქალაქში იმხელა მობილიზება კეთდებოდა დავშტად დაბრუნდა რაღაც კონკრეტული ქვედანაყოფი კონკრეტულ ქალაქში, რომელიც აი ხო არის ქუთაისში ერთია განთავსებული სენაკში. აი ეს ქვედანაყოფები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტებულია ადგილობრივი აი რაიონის მოქალაქეებით, ну ლოგიკურია რომ იქ იმ ქალაქში ბრუნდება ну მინიმუმ 500 ბიჭი 100 გოგო დავუშვათ, აი 400 ბიჭი. აი რომ ავიღოთ პროცენტულად და ამ 400 ადამიანიდან 300 სვამს. 200 ვთქვათ რომ სვამს და 200 არ სვამს. 200 კაცი პოტენციურად PTSD-ის ესე რომ ვთქვათ ნიშნებით პირდაპირ ოპერაციიდან როცა ბრუნდება შენ სვამს სუფრაზე და ასმევ ყანწებით ძალიან დიდი შანსია რომ მანდვე აღმოაჩინო პრობლემები. ან ალკოჰოლი შეიძლება იყოს პირიქით ტრიგერი, ხო, რაც იმას იმ შენს რაღაცა მიძინებულს თუ ჩარჩენილს ბოროტად გამოიყენებს. კი, ალკოჰოლი მე არა მარტო ალკოჰოლი ზოგადად. მე ვფიქრობ რომ ალკოჰოლი რაღაცნაირად გადუნებს კიდეც და ვფიქრობ რომ ეგრე არის და პლუს უკონტროლო ხდება შენი ემოციური ფონი და შენი ქცევები და ანუ ხო ეხა მე ხوار რომ ამას ესე არის. პლუს ამას დავამატოთ იქ ხმა ქცევა რაღაც საეჭვო აი შეიძლება ოჯახის იყო მე არ მინდა უბრალოდ ამას საუბარი რომ აი ოჯახის წევრებზე ეჭვის შეტანა რომ ესე ამას რატო აკეთებს ანუ რა თვითონ ოჯახის წევრებში აღარ ზოგს ეგონა რომ ვეღარ მიიღეს ოჯახში აი მეგობრებში ვერ მიიღეს ცოლს აღარ უყვარს დაუშვათ ან რაღაც ბავშვს აღარ უყვარს ისე როგორც უყვარდა თან ამას დავამატოთ სამწუხარო კი არა მე მგონია რომ კარგია ამას საუბარი მაგრამ სამწუხარო თუ ესეთ ფაქტები არის ამას დავამატოთ რა უკონტროლოთ მისიებში ხალხის გაშვება ანუ მე მაგალითად მისიაში ერეხში ერთხელ ვანაყოფი და ავღანეთში ერთხელ ვანაყოფი არ ვთვლი რეკომენდირებულად რომ წელი ანუ რაღაც ადამიანმა 5 წლის განმავლობაში იმსახუროს 4 მისია ავღანეთში ძალიან ბევრია ამის ფაქტი ანუ ჩემს დიდ სამეგობროში სამხედრო სამეგობროში ძალიან ბევრი არის ადამიანი რომელმაც 3-ჯერ 4-ჯერ მიიღო მონაწილეობა გადაბმულად ჩამოსულა რაღაც პერიოდი შვებულება ერთთვიანი
და შემდეგ მიდიხარ, ანუ შებულებაც ერთთვიანი, ხა კარგად ვახსენე, აი შებულება ერთთვიანი რას ნიშნავს? ანუ კარგია, ხო? ჩამოხოდი მისიდან, წადი სახში მიხედე შენ პრობლემები, შენ PDS-თან ერთად იარე. მე ერთ თვეს ჩამოდიხარ, სადაც ოპერაციაზე ჭირდები, იმიტომ რომ გამოცდილება გაქვს, იქ რაღაც S1-ში, S2-ში, S3-ში, ენის გამოცდილება გაქვს, აი აგერ თბილია კიდე ეს მისია და ანუ წამოხვალ. ანუ ვინ აკონტროლებს ამას, ვინ აკონტროლებდა ამას უბრალოდ ხა აღარ აქვს მისია. ვინ აკონტროლებდა ამას, ხო? მე რაც ამას ტკიცება, ხო, არის რამოდენიმე ათეული ადამიანი ვიცი, ვინც გადააბა მისიებს. არავინ არ იცის მაგ ადამიანებმა რამდენი რამ ნახეს, ისეთი რაც მისთვის უჩვეულო იყო და რაც პირდაპირ ესე როგორ ტრიგერი გამოვიყავთ, ისე იყოს ამ PTSD-ისთვის. ანუ წარმოდგენაც რო წარმოიდგინე, ხო, 4 მისია, მოწყვეტილი ხარ შენ ოჯახს, ყოველდღიურად ხედავ და ხო, კიდევ აი კურსზე იყო ის რომ შენ თუ გადიხარ ოპერაციაზე და პირველ აი ბევრი მიხვდები ხარ საუბრობ, როდესაც პატრულებაზე ხარ და რაღაც ნაწილში ხვდები რომ აი ეხლა ფეხს დავაბიჯებ და ავფეთქდები ეხლა მარჯვენა საოფენე და აი გადავრჩები, ანუ შეიძლება ფეხი მომწეს მარტო რაღაც მიდიხარ, ანუ სხვებზეც ცოტას ფიქრობ, მაგრამ შენზე უფრო მეც ფიქრობ. მე მეორე ოპერაციაზე იმდენად აღარ ფიქრობ, მესამეზე აღარ ფიქრობ და შევეჩვიეთ რა. ანუ რო შეიჩვიე მანდ არის უკვე პრობლემა. ანუ შეჩვიე რას ნიშნავს? ანუ შენ უკვე საფრთხეს, რა თქმა უნდა, აღიქვა მაინც, მაგრამ რაღაცნაირად აი გაუშვი თითქოს, მოდუნებული ხარ და აი მაგ მოდუნების პერიოდში ხდება ზუსტად ის, რომ ის შენი მომავალში პოტენციური ეს აშლილობა რაღაც კაფსულირდება, სადაც აუცილებლად რაღაც ტრიგერით, რაღაც ღილაკით ამოქმედდება, იმიტომ რომ ანუ ორი მისია ვთქვათ, ანუ არ გვინდა 3-20, რაც 4 ძალიან ისე სტანდარტულია, შეიძლება ხო ზოგს 5-იც გქონდეს, მაგრამ 4 ბევრია. აი ორ მისიაზე ვთქვათ, ხა მე მაგალითად ერთი მისიის შემდეგ, რომ თუნდაც 6 თვეში უკან წავსულიყავი, არ მივიჩნევ, რომ ჩემთვის რეკომენდირებული იყო, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის საჭირო ადამიანმა ამდენი ინფორმაცია, რისთვის შეიძლება, როგორ შეიძლება დავხვდე ამას. სიგურადად მისიებსაც თავი რომ დავანებოთ, ამდენი ომი გქონდა აქვე, ხო? ხო, პლუს კიდევ ომი. და ძალიან სამწუხაროა, რომ არ არის ჩვენთან ეგ არ ექცევა შესაბამისი ყურადღება, იმიტომ რომ